გამარჯობა საქართველო, გიზა უჯარმელი ამერიკის შეერთებული შტატებიდან. მოდით დღეს ვისაუბროთ ამერიკაში შესხების აღებაზე, კრედიტირებაზე და საერთოდ თუ როგორ ხდება ამერიკაში უძრავი ქონების შესყიდვა. რამოდენიმე სიტყვით ვის შეუძლია ამერიკის შეერთებულ შტატებში უძრავი ქონების შესყიდვა. პასუხი არის ესეთი ადვილი, აბსოლუტურად ყველას, ვისაც ნაღდი ფული გააჩნია. რაც შეეხება ადამიანებს, რომლებსაც არ გააჩნიათ ნაღდი ფული. შეუძლია თუ არა ამ ხალხს შეიძინონ უძრავი ქონება, აბსოლუტურად. ამერიკა არის ის ქვეყანა, სადაც თანხები და კრედიტირება არის ძალიან მისაწვდომი. წარმოიდგინეთ ესეთი ქვეყანა, სადაც ადამიანს შეუძლია შეიძინოს უძრავი ქონება აბსოლუტურად $0 ოდენობის საწყისი კაპიტალით. თქვენ ესეთი რაღაც ხომ არ წარმოგიდგენიათ, ამერიკაში ეს ყველაფერი ხდება და ეს ქვეყანა ისე არის მოწყობილი, რომ თუ ამ ქვეყანაში აღმოაჩინეს შესაძლებლობა, რომ გაკეთდეს მეტი ბიზნესი, აუცილებლად აღმოაჩენენ შესაძლებლობას როგორ მოიყვანონ ეს წესრიგში, როგორ გახადონ ეს ყველაფერი შესაძლებელი იმისათვის, რომ ადამიანებს ჰქონდეთ შესაძლებლობა ამა თუ იმ სურვილის ასრულების, ამ ყველაფერს მოიყვანენ საკანონმდებლო შესაბამისობაში, მაგრამ ამერიკელებისთვის არის ის, რომ თუ ფულის გაკეთება შეიძლება, აუცილებლად გაკეთდება ეს ფული. ერთ მშვენიერ დღეს ამერიკულმა საზოგადოებამ აღმოაჩინა ისიც, რომ უძრავი ქონება საკმაოდ მიმზიდველია იმისათვის, რომ ეს ქვეყანა განვითარდეს, ის კი არა, მე წაკითხული მაქვს და გაგონილიც მაქვს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების 2/3 ეკონომიკის წილი უძრავ ქონების შესყიდვაზე, გაყიდვაზე, დეველოპმენტზე, ანუ განვითარებაზე მოდის. წარმოიდგინეთ, ადამიანს არ სჭირდება არანაირი ფული იმისათვის, რომ შეიძინოს უძრავი ქონება. არის გარკვეული პროგრამები და ვინ შედის ამ კატეგორიაში? ომის ვეტერანები, ჯარში ნამყოფი, ნამსახურები, ვეტერანები. იმ ადამიანმა, ვინც იმსახურა ამერიკის შეერთებული შტატების საჯარისო ნაწილებში, როდესაც დაბრუნდება ამ სამსახურიდან, აქვს შესაძლებლობა, რომ $0 ოდენობის თვითმონაწილეობით მიიღოს ძალიან შეღავათიანი დაფინანსება და შეიძინოს უძრავი ქონება. აგრეთვე არის აგრარული პროგრამა, ესე იგი USDA, US Department of Agriculture, ალბათ ჩვენი სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტოლფასი და ადამიანები, რომლებიც იძენენ უძრავ ქონებას ქალაქ გარეთ, არის სპეციალური მონახაზი, სპეციალური რუქები, სადაც შეიძლება ადამიანმა მოიძიოს ის ტერიტორიები, სადაც შეიძლება უძრავი ქონების შეძენა, ნულოვანი თვითმონაწილეობის დაფინანსება შეიძლება მიიღოს. არის აგრეთვე გარკვეული პროგრამები ქალაქებიდან, სადაც ადამიანს ეძლევა ძალიან დიდი შეღავათი და ასევე $0 თვითმონაწილეობით შეიძლება შეიძინოს უძრავი ქონება. და გარდა ამის არის უამრავი პროგრამა ძალიან მცირე თვითმონაწილეობით გათვალისწინებული დაფინანსება. ანუ როდესაც მე ვამბობ თვითმონაწილეობაზე, აქ მხედველობაში მაქვს X თუ რა თანხა არის საჭირო იმისათვის, რომ ადამიანმა დადოს, ამას ეძახიან down payment-ი, კლასიკური ესეთი მაგალითი იქნებოდა, ვთქვათ, თქვენ იძენთ 100,000-ის ოდენობის, ანუ 100,000-ად თუ გაგაჩნიათ 20%, ანუ 20,000, ბანკი უკვე გაძლევთ 80,000-ის ოდენობის დაფინანსებას. მე გამოვყოფდი 3 შემადგენელ ნაწილს, რაც განაპირობებს იმას, არის თუ არა ადამიანი კვალიფიცირებული, რათა შეიძინოს უძრავი ქონება. შემოსავლის წყარო უნდა დადასტურდეს, ანუ ადამიანს უნდა ჰქონდეს სამსახური ან სხვა რაღაც შემოსავლის წყარო, რითიც დადასტურდება ის, რომ ადამიანს აქვს გადახდის უნარიანობა. საკრედიტო ბიუროები, მე მგონი არსებობს 3 საკრედიტო ბიურო და ადამიანს აქვს გარკვეული საკრედიტო ქულები და იმის მიხედვით თუ როგორ იხდის ადამიანი თავის ფინანსურ ვალდებულობებს, აი ეს საკრედიტო ქულები ეწერება ადამიანს. თუ ადამიანს აქვს რაღაც 850 თუ 820 credit score, ესე ეძახიან საკრედიტო ქულა, ეს ითვლება ძალიან კარგად. 700-იც და ყველაფერი 700-შიც ითვლება ძალიან კარგ ქულებად. ნუ აი 600-დან უკვე ცოტა ესეთი სამოსნები
გამოდიან რაც შეეხება ფინანსებს და 600 ქვემოთ თუ დაეცა ეს უკვე ცოტა ძნელი ვარიანტია. მაგრამ შეგეშინდებათ აი ამჟამად, აი ამ წუთს, როდესაც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ, არის უკვე შესაძლებელი ადამიანმა შეიძინოს უძრავი ქონება თუ გააჩნია საკრედიტო ქულების 580 რაოდენობა. ანუ 580-იანებსაც უკვე შეუძლიათ უძრავი ქონების შეძენა. ჩვენ სკოლის იმაზე რომ გადავიყვანოთ, ოროსნებსაც შეუძლიათ უძრავი ქონების შეძენა. ანუ მიხვდით ხომ, ხედავთ, როგორ არის ეს საზოგადოება მოწყობილი ეს ქვეყანა. ოღონდ ბანკებმა აღმოაჩინონ შესაძლებლობა, რომ ვინმე დააფინანსონ, აუცილებლად გახდიან ამ ყველაფერს შესაძლებელს, თუ თქვენ ცოტათი მაინც მოინდომებთ და ცოტათი მაინც შეეცდებით, რომ შეასრულოთ თქვენი ვალდებულობები. და მესამე, რაც არის მნიშვნელოვანი, უკვე ეს არის თანაფარდობა თქვენ შემოსავალს შორის და საკრედიტო ისტორიას შორის და რა თქმა უნდა საკრედიტო ქულებს შორის, ანუ და ხარჯები, რა თქმა უნდა, ეს გასათვალისწინებელი. ანუ აქ არის გარკვეული ფორმულები, რომლებითაც ბანკები ხელმძღვანელობენ, თქვენ თუ მოიტანთ თქვენ შემოსავლის წყაროს დამადასტურებელ საბუთებს, მერე შეამოწმებენ თქვენ საკრედიტო ქულებს და მერე გთხოვენ აუცილებლად რომ მოიტანოთ თქვენი დეკლარაციები, ესე იგი საშემოსავლო დეკლარაციები ბოლო 2 წლის მაინც. და აი თუ ბოლო 2 წლის განმავლობაში მოიტანთ ამ საშემოსავლო დეკლარაციებს, ამის მიხედვით ისინი ხედავენ თუ რა ხარჯები გქონდათ, რა შემოსავლები გქონდათ და აი ამ თანაფარდობას აქვს სპეციალური ფორმულა, ესე იგი თქვენი ხარჯები არ უნდა აღემატებოდეს თქვენი საერთო შემოსავლის 38%-ს. აი ეს თანაფარდობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. არის გარდა ამისა ბევრი სახელმწიფო პროგრამაც, ანუ სპეციალური დეპარტამენტი არის შექმნილი, Fair Housing Administration, FHA, და აი ამ დეპარტამენტით ხდება გარკვეული შეღავათიანი კრედიტების გაცემაც. ანუ თქვენ წარმოიდგინეთ, შემოკარგებო, ამერიკაში, სადაც 2/3 მთელი ეკონომიკის უძრავ ქონებაზე მოდის, რამდენად მნიშვნელოვანი სფეროა ის, რომ ადამიანები ყიდულობდნენ უძრავ ქონებას, აბანდებდნენ უძრავ ქონებაში და მე ერთს გეტყვით კიდევ, რომ აი უძრავ ქონების საქმიანობაში მე ვარ უკვე თითქმის 15 წელი. და აი ამ 15 წლის განმავლობაში მე მქონდა შემთხვევები, როდესაც სულ რაღაც აი 10 წლის მონაკვეთში ადამიანმა 6 ჯერ იყიდა სახლი და 6 ჯერ გაყიდა სახლი. ანუ რა ხდება? ამერიკელები ძალიან ხშირად მოძრაობენ, გადადიან იქ, სადაც სამუშაოა. დღეს თქვათ ჩამოვიდა ადამიანი ჩემს ქალაქში, მიიღო რაღაც სამუშაო, რამოდენიმე თვით ადრე ჩამოვლენ, დაათვალიერებენ სახლებს, აირჩევენ და მერე შეისყიდიან. როგორც წესი, მეტი წილი ამერიკელებს არ უნდათ რომ იქირავონ, იმიტომ რომ ქირაობას ძალიან ხშირად მომისმენია ესეთი მოსაზრება, რომ რატო უნდა გადაყარო ფული ქარში და ჰაერში და ფანჯრიდან. ურჩევნიათ რომ შეიძინონ უძრავი ქონება და ანუ ყოველთვიური გადახდებით აი ამ ფინანსირების დროს, ამ კრედიტის გადახდისას, ასე თუ ისე თავიანთ თავს უხდიან. ხო ესე გამოდის, ანუ თუ ადამიანს სესხი აქვს 80% აღებული, ყოველი გადახდისას ეს სესხი მცირდება. აქ არსებობს 20 წლიანი, 20 წლიანი, 10 წლიანი სესხები. არსებობს მოკლევადიანი სესხებიც. კლასიკური ვარიანტია კიდევ ასე ვიტყოდი, 30 წლიანი სესხი. რამე თუ 30 წლიანი სესხი გაძლევთ ყველაზე მცირე გადასახადის შესაძლებლობას ყოველთვიურად. რა თქმა უნდა, თუ გაჭიმავთ 30 წლის განმავლობაში, პროცენტებს ძალიან დიდი რაოდენობით გადაიხდით. ანუ აი წარმოვიდგინეთ 100,000-ად შეძენილ სახლში 30 წელი რო იხადოთ ეს სახლი, ალბათ პროცენტებით იმდენივეს გადაიხდით, ვიდრე ამ სახლის ღირებულება და საერთო ჯამში თუ დაითვლით 100,000-ის ნაცვლად, ალბათ დიდი ალბათობით, იმის დამიხედვით თუ რა პროცენტული განაკვეთილზე აიღეთ ეს სესხი, დიდი ალბათობით თითქმის 2 მაგს გადაიხდით. ამიტომ ადამიანებს ვისაც შეუძლიათ 10 წლიანი სესხის აღება, ცდილობენ 10 წლიანი სესხი აიღონ და ასე დააფინანსონ უძრავი ქონება. რაღაც პარალელი თუ გავავლეთ ამერიკის
ფინანსურ სისტემებსა და ფინანსურ ინსტიტუტებს შორის და საქართველოს ინსტიტუტებს შორის, მე ერთი რაღაცა მომხვდა თვალში, მე რატომღაც ასე მგონია, რომ საქართველოში ბანკებს მთლიანად ეკუთვნით საქართველო. და ამას როდესაც ვამბობ, მე არ ვხუმრობ, მე მახსოვს ის დრო, როდესაც საქართველოში ეს ავტომატები დაიდგა და ამ ავტომატებით შეიძლებოდა გადახდა მობილური ტელეფონის გადასახდელის, კომუნალური გადასახდელები და ასე შემდეგ. ეს არის ძალიან მოსახერხებელი სისტემა, ანუ ეჭვიც არ მეპარება ამაში, რომ ეს იყო ძალიან კარგი წამოწყება. მაშინ მახსოვდა, რომ არ იყო ეს საკომისიო გადასახადი, მაგრამ დროთა განმავლობაში საკომისიო გადასახადები უკვე საკმაოდ აბსურდული მეჩვენება ნებისმიერ ოპერაციაში საქართველოში, აი თუნდაც პატარა ოპერაცია რომ გააკეთოთ, არის საკომისიო გადასახადი 50 თეთრი, მერე 1 ლარი, ამას წინათ მახსოვს საქართველოში ვიყავი და რაღაც მქონდა გადასახდელი აი ამ ავტომატის მეშვეობით და ეს რაღაცა იყო ძალიან მცირე, ანუ 4 ლარის ოდენობის იყო გადასახდელი. როდესაც შევიყვანე, ესე იგი, ეს ლარები და დაიწერა იქ, რომ 4 ლარში 1 ლარი ჩამომეჭრა იმისათვის, რომ გადავიხადე 4 ლარიანი გადასახადი. ანუ წარმოგიდგენიათ 25% წავიდა იმაში, რომ გადაიხადოს ადამიანმა გადასახადი. თითქოს ასე გეჩვენებათ, რომ ეს ლარი არ არის ბევრი ფული, მაგრამ აი წარმოიდგინეთ რა ოდენობის შემოსავლები აქვს საქართველოს ბანკებს. მე ვიტყოდი, რომ ეს არის უბრალოდ ხალხის გაძარცვა, არ მოვერიდები ამ სიტყვას. ამერიკაშიც არსებობს საბანკო ავტომატები, მაგრამ ცოტა სხვანაირად არის აქ ყველაფერი მოწყობილი. თქვენ იხდით რაღაც გარკვეულ გადასახადს, თქვათ მიხვედით საბანკო ავტომატთან და უნდა აიღოთ $100, იმიტომ რომ გჭირდებათ რაღაცის გადასახდელად. თუ ეს საბანკო ავტომატი არის თქვენი ბანკის კუთვნილი, ანუ იმ ბანკის, სადაც თქვენ ანგარიშები გაქვთ, მაშინ გადასახადი არ არის ფულის აღებაში, მაგრამ თუ სხვა ბანკის საბანკო ავტომატია, მაშინ იქ იქნება მიახლოებით $3.5 გადასახდელი, ანუ $100-ზე 3.5%. ბევრად უფრო შეღავათიანია, ხო, ვიდრე საქართველოში. და ასე შემდეგ. ანუ ფინანსირება ამერიკაში არის ძალიან ხელმისაწვდომი, რაც შეეხება უძრავ ქონებას, აბსოლუტურად ყველა შეუძლია უძრავი ქონების შეძენა, ვიცი გაგიჩნდებათ შეკითხვა, შეუძლია თუ არა ადამიანს, რომელიც ემიგრანტია შეიძინოს უძრავი ქონება, რა თქმა უნდა შეუძლია და თქვენ წარმოიდგინეთ ძალიან ბევრ არაკანონიერ ემიგრანტსაც კი აქვს უძრავი ქონება და აქვს შეძენილი და აქვს მიღებული ბანკის ფინანსირებაც კი. არის ასეთი შემთხვევები უამრავი, სადაც ბანკი უბრალოდ არ კითხულობს იმას, რა სტატუსის არის თქვენი ვიზა. ამჟამად, რა თქმა უნდა, ყველაფერი უფრო გამკაცრებულია, მაგრამ აი ძალიან დიდი არაკანონიერი ემიგრანტების ნაწილს უკვე გააჩნდა უძრავი ქონება, ვიდრე ტრამპის ადმინისტრაცია მოვიდოდა სათავეში. ახლა ყველაფერს უფრო მოუჭირეს, ყველაფერი უფრო ძნელი გახდა და უფრო მეტი შემოწმება ხდება, როდესაც ადამიანს საბუთები მოაქვს იმისათვის, რომ სესხი მიიღოს. მაგრამ კიდევ ესეთი საგულისხმო ფაქტი, როდესაც ადამიანი აქ ამერიკის შეერთებულ შტატებში არაკანონიერად მუშაობს, ეს ადამიანები, ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც ასე არის, მაინც იხდიან ბეგარებს, მაინც იხდიან საგადასახადოებს და მაინც სარგებლობენ სოციალური სისტემით, რომელიც აქ არსებობს. აი ესე ძალიან სიტყვა მოკლედ ამერიკის უძრავი ქონების დაფინანსებაზე, სესხები ხელმისაწვდომია ყველაფრისათვის, თუ გინდათ ახალი სახლი ააშენეთ, თუ გინდათ შეიძინეთ სახლი, რომელიც უკვე არსებობს, თუ გინდათ მიწა შეიძინეთ, მიწაზე მართალია ცოტა უფრო მეტი თვითმონაწილეობა არის საჭირო, რაც შეეხება ბიზნესის შეძენაზე, აქ უფრო მეტი გარანტიები სჭირდება ბანკს, ამიტომ, როდესაც საქმე ბიზნესს ეხება და თუ თქვენ ბიზნესის დაფინანსება გჭირდებათ, აუცილებლად მოითხოვს ბანკი პირად, ანუ პერსონალურ გარანტიებს. რას ნიშნავს პერსონალური გარანტია? შეიძლება ადამიანს სახლის ჩადება მოუწიოს იმისათვის, რომ ბიზნესისათვის სესხი აიღოს. ანუ თვითმონაწილეობა პლუს
დამატებითი პერსონალური გარანტიები. ესე მუშაობს ყველაფერი დარწმუნებული ვარ საქართველოში ეს არც თუ ისე სხვანაირად იქნება, უბრალოდ საპროცენტო განაკვეთები იქნება ბევრად უფრო მაღალი, ამაში ეჭვი არ მეპარება და როგორც წესი იმის გამო რომ საქართველოში რისკიც უფრო მაღალია, ბანკებიც უფრო მეტ საპროცენტო განაკვეთზე მუშაობენ. იქ სადაც დიდი რისკია, საპროცენტო განაკვეთებიც უფრო დიდია. და რა ხდება თუ ადამიანი ვერ იხდის ამ სესხს? ეს პროცესი ცოტა ხანგრძლივია, რა თქმა უნდა, ადამიანი მიიღებს შეტყობინებას, რომ დააგვიანა გადახდა. ამ შეტყობინების შემდეგ მიიღებს კიდევ რამოდენიმე სხვა შეტყობინებას, მაგრამ გეშინიათ, არავინ არ მოგადგებათ და ეგრევე არ გამოგაგდებენ სახლიდან. აი ამ პროცესმა შეიძლება თითქმის 1 წელი დაიკავოს. მერე როდესაც მოვა დრო, რომ უკვე ადამიანს შეტენილი აქვს ძალიან დიდი რაოდენობის ვალი, მერე შეიძლება არის ესეთი ვარიანტიც, რომ დაელაპარაკოთ ბანკს და ბანკთან რაღაც გარიგება მოახდინოთ, დაიქირავებთ რეალტორს, უძრავი ქონების აგენტს, რომელიც გაგიყიდით ამ სახლს, შემოსული თანხები თუ ვერ დაფარავენ იმ ვალს, რომელიც გაგაჩნიათ ბანკის წინაშე, იმ ვალდებულებებს, ის თანხა, რომელიც ჯერ კიდე დასაფარია, შეიძლება ბანკმა გაპატიოთ. დიახ, ხდება ესეთი რაღაც, ბანკი გაპატიებს ამ ვალს, სამაგიეროდ გაგიფუჭდებათ საკრედიტო ქულები, გაგიფუჭდებათ საკრედიტო ისტორია და თუ ეს პატიები დამთავრდა ყველაფერი და ბანკმა ეს სესხის გარღვევა, ასე ვთქვათ, გაპატიათ, ამას ეწოდება short sale ინგლისურში, short sale. ადამიანი როდესაც უფრო ნაკლებად ყიდის სახლს, ვიდრე მას ვალი გააჩნია ბანკთან და ბანკი ამაზე მოდის, რომ თქვენთან ერთად ეს გადაწყვიტოს, ამას ეწოდება short sale. თუ საერთოდ ვერ გადაიხადეთ და უბრალოდ ხშირად ადამიანები სახლებს მიატოვებენ ხოლმე, აღარ იხდიან კრედიტს, მიატოვებენ ძალიან ესეთ სავალალო მდგომარეობაში, ხშირად სახლიდან ყველაფერი გატანილი არის და ცარიელა ჩონჩხია დარჩენილი. აი ესეთ შემთხვევაში ამას ეძახიან foreclosure და როდესაც ადამიანი სახლს კარგავს, მაშინ მისი მესაკუთრე ისევ ბანკი ხდება. არა ესე პირდაპირ კი არა, უბრალოდ იმართება საჯარო აუქციონი, საჯარო აუქციონზე შეუძლია ყველა მოვიდეს და გააკეთოს ბიჯი, შემოიტანოს თავისი წინადადება. ამას როგორც წესი აწყობს ქალაქის შერიფი, როგორც წესი ნომინალური თანხა დადგენილი არის იმოდენობით თუ რა სესხი არის დარჩენილი ამ სახლის გადასახდელი. თუ არავინ არ გამოჩნდა მყიდველი ამ ფასად, მაშინ უკვე ბანკი არის, ის ბანკი ვისი სესხიც გააჩნიათ, თვითონ ეს ბანკი შეისყიდის ამ უძრავ ქონებას, მერე შეეცდება ასე თუ ისე წესრიგში მოიყვანოს. არის შემთხვევები, როდესაც საერთოდ არ მოყავს წესრიგში, უბრალოდ გამოიტანს ამ უძრავ ქონებას ბაზარზე და გაყიდის იმდენად, რამდენადაც შეუძლია ეს გარღვევა, რომელიც აღმოჩნდება, ხანდახან 100,000-ობით არის ეს გარღვევა და წარმოიდგინეთ კომერციული ობიექტები, როდესაც კომერციული ობიექტები უვარდება ბანკს ხელში, იქ შეიძლება მილიონობით იყოს გარღვევა, გაყიდის, ამოიღებს იმ ფულს, რისი ამოღებაც შეუძლია და ამ გარღვევას მერე ხარჯებიდან წაგებაში ჩამოწერს. აი ესეთი დეწყვივით აწყობილი სისტემა ამერიკის შეერთებულ შტატებში მილიონობით და მილიარდობით შეიძლება ჩამოწეროს ბანკებმა აი ესეთი დანაკარგები. სამაგიეროდ, როდესაც ბაზარზე გამოდის, არის საკმაოდ შეღავათიანი, საკმაოდ მიმზიდველი და ეს არის შესაძლებლობა, როდესაც ინვესტორმა შეიძლება ძალიან იაფად შეიძინოს ხელსაყრელ პირობებში, აი ესეთი უძრავი ქონება, მერე შეაკეთოს, გაალამაზოს და ისევ გადაყიდეს. ამერიკა არის შესაძლებლობების ქვეყანა, აქ ყველაფერი შესაძლებელია. ძალიან გამიგრძელდა ახლა ამ ყველაფერზე საუბარი და ერთ რამეს გეტყვით, რომ ძალიან მინდა რომ საქართველოში აი ესეთი შესაძლებლობები არსებობდეს, რომ ადამიანს შეეძლოს აი ესე ნაკლები თავის ტკივილით სესხის მიღება, უძრავი ქონების დაფინანსება, უძრავი ქონების გალამაზება, შეკეთება, მთელი ბიზნესის აწყობა ამაზე, ამით ეკონომიკა მხოლოდ მოიგებს, ამით ჩვენს ქვეყანას მხოლოდ წაადგება ყველაფერი
და რაც მთავარია, ბანკებიც კარგად იმუშავებენ, თუ ცესხის განაკვეთი, ანუ საკრედიტო განაკვეთი იქნება დაბალპროცენტიანი, თუ სახელმწიფო მიიღებს პროგრამებს, სადაც ადამიანებს შეეძლებათ შეიძინონ უძრავი ქონება და იყოს უფრო ხელმისაწვდომი, ესეც წაადგება ჩვენ ქვეყანას და ამოძრავდება და აგუგუნდება ჩვენი ეკონომიკა. ანუ ეს ყოველთვის ასეა, როდესაც საბანკო სისტემა და დაფინანსება ქვეყანაში კარგად მუშაობს, ადამიანები ამით სარგებლობენ და როგორც წესი ქვეყნის ეკონომიკა ყოველთვის წინ მიიწევს. იცით რა, თუ არ შეგიძლიათ გადახდა პირველ რიგში არც უნდა იყოს ცესხი. თუ არა გაქვთ გათვლილი კარგად თქვენი რისკები, ცესხი არ უნდა აიღოთ. რა თქმა უნდა, ცხოვრება სავსეა მოულოდნელობით, ყველაფრის გათვლა შეუძლებელია, ყველაფერი ხდება ამ ქვეყანაზე, კაცი კვდება და ეხლა შეიძლება ბიზნესი არ წაუვიდეს ადამიანს. ამიტომ ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა წინ წავიდეს, პირველ რიგში გვჭირდება მშვენიერი, კარგად აწყობილი საბანკო სისტემა, რომელიც გვაქვს, მაგრამ აი ეს საბანკო სისტემა უნდა მუშაობდეს ადამიანებისათვის. უნდა იყოს ძალიან შეღავათიანი, დროსთან მორგებული, პირობებთან მორგებული და არ უნდა იყოს ისეთი, რომ ადამიანებს უბრალოდ ატერორებდეს, აკაბალებდეს და სულს უხუთავდეს. დროებით